ცოტა რთულია რაღაცა ლოგიკა ეძებო, მაგრამ მე მაინც ჩემს ლოგიკას შემოგთავაზებთ თუ შეიძლება. ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რამდენი ადამიანი უჭერს და რამდენი ადამიანი არ უჭერს მას მხარს. ყველაზე კარგად ივანიშვილმა იცის, რამდენი ხმის გაყალბება დაჭირდა მას, რომ არჩევნები მოეგო. მან ძალიან კარგად იცის, რომ არა აი ეს პრაქტიკულად ორგანიზებული კრიმინალი, რაც მოხდა არჩევნების დღეს, რომ ის ძალაუფლებაში დღეს აღარ იქნებოდა. შესაბამისად, ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, რომ მისი ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა არის დიქტატურის დამყარება და გამყარება. ამიტომ ნუ გვექნება ილუზია რა, რომ აი ვაიმე ეს რატო დაიჭირეს, ვაიმე ეს რატო დაიჭირეს, ანუ მას ლეგიტიმაცია არ აქვს და მან ყველაზე კარგად იცის, არც შიდა და არც გარე ლეგიტიმაცია, ხო? უბრალოდ მას დაემართა თან ეგეთი ამბავი, რომ ადრე, 20-20-შიც გააყალბა არჩევნები, მაგრამ აი ამ ხელა პროცენტით და აი ესე ორგანიზებული კრიმინალი ამ მასშტაბის არ იყო კიდე, მიუხედავად იმისა, რომ ოქმები იყო აბსოლუტურად გადაჯღაბნილი და მაშინ დასავლეთშიც და აი გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც რაღაცა ესეთი ჭეშმარიტების მომენტი არ იდგა, როგორიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დადგა, ხო? რომ აი რაღაცნაირად გაიყო ყველაფერი, რომ გამოჩნდეს ვინ ვისკენ არის, მოკლედ ვინ არის რუსეთისკენ, ვინ არის ცივილიზებული სამყაროსკენ, ხო? ამიტომ ნუ გვექნება ილუზია, სხვანაირად ის უბრალოდ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ოდნავ რომ მოუშვას, ეგრევე ჩამოემხობა, ასე უყურებს ის ამას. აი მერაბმა თქვა, რომ შეიძლება არჩევნების წინ გამოუშვან, მე არ მგონია. რომ არჩევნების წინ აი რაღაცა ჟესტი გააკეთონ, იმიტომ რომ ისე დაგეშეს თვითონ თავისი მხარდამჭერები, არ ვიცი, რაღაცა გარემოებები შეიძლება დადგეს, ოღონდ არ გამოურიცხა, რომ გამოუშვან, ოღონდ გეტყვით მე რა გარემოებები შეიძლება დადგეს. ანუ ისე დაგეშა თვითონ აი ეს მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ვინც ყავს და დაახლოებით 20% არის ოცნების აქტიური მხარდამჭერი. დანარჩენი არის რაღაცა აი საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ზოგი საერთოდ არ აინტერესებს არაფერი და ხო ვინც ძალაუფლებაში იმას ადრეს, ანუ სუსის ითხოვენ ეს ხალხი. აი Facebook-ზე ნახეთ, რომ დაიჭირეთ, თავები დააჭერით, ყველა ციხეს ჩასვით. ასეკენით, ისეკენ, ანუ სხვანაირად აი ამ ხარდამჭერებს ვერ გამოყვებავს ვერაფრით და გარდა ამისა, ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ხა შარშან და შარშანწინ ესეთი აქციები რო იყო რუსულ კანონზე და რუსული რო დავარქვით ამ კანონს, ტყუილა არ დაგვირქმევია. ის მართლა რუსული კანონი იყო და მთავარი რაც ამ კანონით დაიწყო ამ ხელისუფლებამ და რატო არის ის რუსული, რომ დაიწყო საქართველოში დასავლეთის მტრულ ძალად გამოცხადება, ნელ-ნელა. და ნახეთ, აგენტი ენა შეგვაჩვია, ხო? და დღეს რაზე დგას მისი პროპაგანდა რეალურად, ხო? რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს აცხადებს აგენტებად, რო კითხავ, ვის აგენტებად? ბოდავენ Deep State-ი, ესა ომის პარტია, მაგრამ სინამდვილეში ხო ისინი დასავლეთზე ლაპარაკობენ, ევროპაზე და ამერიკაზე, ხო? ანუ საზოგადოების ნაწილი გამოცხადებული ყავს აგენტებად, მტრებად, ქვეყნის მტრებად და მათი განადგურებას ოფიციალურად აცხადებს, ხო? შესაბამისად, ამაზე დგას ივანიშვილის ძალაუფლება და ნუ გვექნება ილუზია, ამიტომ არის უკვე რუსული, აბსოლუტურად რუსულია, ყველა მათი message box-ი, მთელი მათი რიტორიკა, აი რომ ნახოთ, ხო, რომ შეადაროთ, სამწუხაროდ, აი ჩვენთან ბევრი არ იკვლევს ამას და არ ადევნებს თვალყურს მუდმივად როგორ ვითარდებოდა აი რუსული პროპაგანდა, ხო, პუტინის მმართველობის პერიოდში და რა მითებს თავაზობდა თავის საზოგადოებას, რა რითი მუხტავდა, ხო? აი ერთ-ერთზე ხანდახან ხო არის რომ რაღაცას აიჩემებენ და ვერ ვიგებთ, კაცო, ეს რა შუაშია რა, საიდან მოიტანეს და ამ დროს რომ გადაკექო აი თქვა 10 წლის წინ რუსეთში პოლიტოლოგები, ანუ უკვე დამუშევარია, ხო? ან დუგინს, ან ვიღაცა სხვა პოლიტოლოგს უკვე დამუშავებული აქვს ეს თემა, ანუ ჩვენ რუსულს ალაფავს გვაჭმევენ და იმიტოა სულ რაღაცა გაუგებ თვითონ მათ მომხრეებში სხვა შორის და აი რაღაც ეგრეთ წოდებულ ცოტა მერყევ ადამიანებში ცოტა დაბნეულობა ვერ გაუგიათ. აი წარმოიდგინე იგივე Deep State-ი რო ავიღოთ, ხო? აი რო გააჩეროთ მოსახლეობის 99% საერთოდ ვერ გეტყვით რა არის Deep State-ი. მათ შორის ოცნების ხარდამჭერები, მაგრამ აი Deep State-ი ეს ფრაზა და ეს გაგება რომ გამოაცალო მათ პროპაგანდას
საერთოდ არაფერი აღარ რჩება. ანუ ყველაფერი არის აგებული რაღაცა ჰიპოთეტურ რაღაცა წარმოსახვით სიგიჟეზე. ამიტომ ჩვენ ლოგიკას ნუ ვეძებთ ივანიშვილის ქმედებებში და მოვემზადოთ უარესისთვის. აი მინდა სწორედ გითხოთ, აი თქვენ როგორ ახასიათებთ, ახლა აღწერთ ხო დეტალურად აი ამ რეჟიმს რაღაცა მთლიანად რუსულს, არის შინაარსიდანაც, გარედანაც უკვე ყველაფრიდან, აი ამ გარემოების გათვალისწინებით ივანიშვილის დამარცხებამდე ან ივანიშვილის გარეშე ხედავთ თუ არა, არ ვიცი, გზას, სივრცეს, რესურსს, რომ პოლიტიკური პატიმრები იყვნენ თავისუფალი. ხედავ მე ამ რესურსს, ნახეთ პროცესს გავაგრძელებ მაშინ ხო? ივანიშვილი ხო არ დამარცხებამდე ან დამარცხების გარეშე? ანუ ივანიშვილი ხო ვაკუუმში არ მოქმედებს, ხო? ეს ყველაზე ცუდი ნაწილი თქვი, რომ ანუ მას აქვს ჩვეულებრივი რუსული დიქტატურა და ნუ ველოდებით ახლა რაღაცა სტანდარტულად სააკაშვილმა იცოდა ხოლმე არჩევნების წინ ხან იმას მასტქერის დაამტკიცებდა, ხან რაღაცა ვიღაცას გამოუშვებდა, ანუ დასავლეთს თავს აწონებდა, ხო? და აქ დემოკრატიის რაღაცა ტალღებს თამაშობდნენ. არა, ნუ ახლა სააკაშვილისთვის დასავლეთის აზრი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ამისთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ დასავლეთთან კარგად ყოფნა, ივანიშვილის ძალაუფლებაში ყოფნას გამორიცხავს, იმიტომ რომ დასავლეთთან კარგად რო იყო, ამისთვის არჩევნები უნდა ჩაატარო ნორმალური და რაღაცა დემოკრატიული ქვეყანა უნდა გქონდეს და დემოკრატიული ქვეყანა თუ იქნება და არჩევნები ნორმალურად ჩატარდა, ახლა ივანიშვილი ვერ დარჩება. ანუ უკვე ასე წინააღმდეგობრივ ამბავშია, ხო? ანუ ჩვენ ერთი რომ ივანიშვილისგან ნუ ველოდებით ნუ რაფერს, თუმცა ფაქტორები არის ძალიან ბევრი. ერთი და უმთავრესი არის პროტესტი. მართალია ხანდახან ისეთი არ არის, როგორცაც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ რაც მთავარია 6 თვეა უკვე პრაქტიკულად, ეს პროტესტი არის უწყვეტი და პერიოდულად განახლებადი და ხვალმემჯერა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, რომ აი ამ პროტესტის უწყვეტობა დადასტურდეს. ზუსტად ამ პროტესტმა გამოიწვია, ზუსტად იმან, რომ ოპოზიციამ არ მისცა ლეგიტიმაცია ძირითადად ამ პარლამენტს და ეს მაინც დაუფასოთ სულანძღავთ, რომ არ შევიდნენ ამ პარლამენტში, აბსოლუტური მორყევა გამოიწვია ივანიშვილის ლეგიტიმაციის დასავლეთში. არ ელოდა ეს სიმართლე რო გითხრათ, 20-20 გაუვიდა და გვახსოვს, რომ მთელი ევროპული საბჭო ჩართული იყო, რომ აქ რაღაცა მოდერაცია. ისევ ესეთ რაღაც ისტორიას ელოდა ეგ, ხო? მაგრამ დღეს არის აბსოლუტურად სხვა სიტუაცია. არის ჭეშმარიტების მომენტი. ივანიშვილი არის რუსეთის მოკავშირედ გამოცხადებული რუსულ ძალად, რომელიც არის ცივილიზაციის მტერი და მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს თვითონ პუტინსაც, ივანიშვილსაც, ქართულ ოცნებასაც გაუჩნდათ რაღაცა ილუზიები ტრამპის პრეზიდენტების გამო, აი ჩვენ ყველა ძალიან მალე ვნახავთ, რომ ეს ილუზიები დამთავრდება და რუსეთი მიიღებს ზუსტად იმას დასავლეთისგან, რაც კიდე დიდი ხნის წინ უნდა მიეღო და რაც მას ძალიან კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას და აი ივანიშვილმა ფსონი რაზეც დადო ყველაფერი მორყეულია აბსოლუტურად. მას ისიც არ ეგონა ამ ილუზიის ტყვეობაში იყო, რომ აი ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ამერიკა ესეთ პრინციპულ პოზიციას დაიკავებდა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ დაიკავა, ხო? ჯერ ახლა პირადად ტრამპს არ უთქვამს, მაგრამ ფაქტია, რომ შეწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. ფაქტია, რომ ამერიკის სახელმწიფო ქართულ ოცნებას თვლის ანტი-ამერიკულ ხელისუფლებად. როგორც არ უნდა აბრუნონ რუბიოს განცხადება, მან თქვა უბრალოდ, რომ ჯერ არ ვიცით კონკრეტულად რა ზომებს მიმართავთ, რომ გავლენა მოვახდინოთ აი ამ რეჟიმზე, მაგრამ მან თქვა, თან ორჯერ გაიმეორა ანტი-ამერიკული რეჟიმი. შესაბამისად, აი ასეთ სიტუაციაში, როცა შენ ხარ გამოცხადებული ანტი-ამერიკულ რეჟიმად, ანტი-ევროპულ რეჟიმად და როცა შენს წინააღმდეგ ჯერ აქამდე რაც იყო სანქციები, ეს არის რაღაცა, ჩათვალეთ, რომ ყვავილები ესროლეს. აი სანქციების ზვავი მოდის უბრალოდ, ხო? შეუძლებელია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ამას გაუძლოს და ნუ მე თუ გინდათ ახლა ვიტყვი რატო და თუ გნებავთ მე დრო არ მეყოს. კი ბატონო, აი ნახეთ როგორი ამბავია. სამწუხაროდ ივანიშვილმა ძალიან ცალსახად გააკეთა არჩევანი რუსეთისკენ. შეცდა ის არ ვიცი 90-იანი წლების რუსეთის პროდუქტია, იქ გამდიდრდა და გონია, რომ სამყაროს ჭიპი არის რუსეთი და ვერ წარმოედგინა, რომ რუსეთი მას შეიძლება ვერ მოიგოს უკრაინის ომი და შეიძლება დამარცხდეს და პუტინს ვინ მოერევა მითებშია. თან უშუალოდ ვასალური დამოკიდებულება აქვს, ალბათ რაღაც ვალდებულებები აქვს ისეთი პუტინთან, რომლის ტყვეობაში არის დღემდე და მოკლედ ძალიან არასწორი ფსონი დადო და აი ამ ფსონს შეეწირება ის საბედნიეროდ. ანუ რუსეთი ცოტა ხანში კიდევ და კიდევ უფრო დასუსტდება. ივანიშვილის აი ესეთი
მკვეთრი შემოbrunება დასავლეთიდან მას არ ეპატიება არსაიდან. ივანიშვილი ამ ხნის მანძილზე უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ავითარებდა აბსოლუტურად რუსულ პოლიტიკას, მაგრამ სარგებლობდა იმით, რომ დასავლეთი, რომელიც მიჩვეული იყო უკვე საქართველოს პარტნიორობას, აღიარებული ყავდა ის პარტნიორ ქვეყანად, ამერიკის და ჩვენი პარტნიორობა წარმოიდგინეთ, რამხელა დროს ითვლის, თავიდან იყო დაბნეულობა. Რაღაცა ილუზიები ჰქონდათ, რომ აი მე ყველა ხო არ არის მად ანტირუსული, აი მაკაბოჭორიშვილი ეგონათ პროდასავლელი მაგალითად ევროკავშირში დიდხანს და ვერ იჯერებდნენ, ჩვენც ხო უცბად ვერ დავიჯერეთ, რომ აი ესეთი რუსეთი აქ შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ დღეს როცა და ამით სარგებლობდა და ამით აკეთა ფული უკრაინის ომის ხარჯზე, უკრაინელი ბავშვების სისხლზე, რაღაცები ატრიალა ბიზნესები. ახლა როცა მას უკვე ზუსტად ქვია სახელი. როცა შეერთებული შტატები აღარ არის ამერიკის საქართველოს პარტნიორი სამწუხარო ჩვენ აქამდეც მივედით და რუსეთის ოცნება ასრულდა, რომ შტატები აღარ ითვლება საქართველოს პარტნიორად და მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოსწორდება. ახლა როცა ევროკავშირმა ზუსტად იცის, რომ ეს არის პუტინის მოკავშირე რეჟიმი, ივანიშვილს ვერაფერი ვეღარ დაიცავს. ანუ ის ქოლგა რაც აქამდე ბუნდოვანებას ხო ქმნიდა, რომ არა კაცო, თლად აი დავასრულებ ორი წინადადება. ბევრი დღემდე ეჭობს, ბევრი ოცნების ხარდამჭერი, რომ არ არის კაცო თლათ რუსული რეჟიმი, იცი? აი მაინც ვერ იჯერებენ და აი მეც არ მინდა ხოლმე ხანდახან დავიჯერო სიმართლე რო გითხრათ, რომ როგორ მოვედით აქამდე, რომ აი ესეთი რუსული რეჟიმი გვაქვს, ხო? ბევრი ბოლომდე ვერ იჯერებს, მაგრამ ყველამ დაიჯერა, ვისაც უნდა დაეჯერებინა. და ის, რასაც ახლა ივანიშვილი მიიღებს რეალურად დასავლეთისგან, ხო? მიიღებს ზუსტად იმ დამოკიდებულებას, რაც მიიღო პუტინმა. და ამას ვერც ივანიშვილისნაირი რეჟიმი უბრალოდ ვერ გაუძლებს. ოღონდ კიდე ერთი დათქმა, ჩვენ ყოველდღე უნდა გამოვხატოთ პროტესტი. როგორც კი ჩვენ გავჩერდებით, ივანიშვილი ამას გაყიდის დასავლეთში, ხო, აი აუცილებლად ვიტყვი რა. ხო ნახეთ რაზე ლაპარაკობს მისი პროპაგანდა, რომ რა მოხდა, აი აზერბაიჯანი არ არის დემოკრატიული რეჟიმი, მაგრამ აქვთ მასთან ურთიერთობა. ხო, აი ამ მდგომარეობას უნდა რომ მიაღწიოს. მაგრამ დასავლეთში საქართველოს ასე არ უყურებენ. დასავლეთისთვის მისაღები გახდება ეს მოდელი, როგორ არ გახდება, თუ ჩვენ გავჩერდით, მაგრამ სანამ ჩვენ ვართ ქუჩაში, ივანიშვილს აქვს სერიოზული პრობლემა, ეს პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება და მას ჩამოეშლება უბრალოდ ეს რეჟიმი.